გამარჯობა ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. თარგმანში დაკარგული ოპოზიცია დაპირისპირება მწვავდება. ლელსა და ახლების კონფლიქტის მიზეზი ამჯერად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი და დელეგაციის გზავნილები გახდა. გრიგოლ გეგელია და ნიკა გვარამია ერთმანეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. გეგელია ამტკიცებს, რომ ამერიკა ბოიკოტის პოლიტიკით იმედგაცრუებულია. ნიკა გვარამია ლელოს ერთ-ერთ ლიდერს სოციალური ქსელით პასუხობს და აცხადებს, რომ გეგელია იტყუება. მისივე თქმით, ამის მიზეზი ლელოს პარლამენტში დაბრუნების სურვილია. ანუკა ბუავა გაგვაცნობს ოპოზიციაში დაწყებული კიდევ ერთი დაპირისპირების დეტალებს. ანუკა, გისმენთ. ერთი და იმავე ადამიანებს შეხვდნენ ერთი და იგივე გზავნილები მოისმინეს, თუმცა მკაფიოდ ნათქვამი მაინც განსხვავებულად გაიგეს. ის, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას უთხრა, წესით გასაგები უნდა ყოფილიყო ყველასთვის მათ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობასთან თუ ბოიკოტთან დაკავშირებით. თუმცა სად არის პრობლემა და რატომ გახდა პრობლემა მათ შორის თარგმანი იმ სიტყვებისა, რაც ამერიკის სახელმწიფო დელეგაციის წარმომადგენლებმა თქვეს შეხვედრაზე ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, იმ პარტიებთან, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და მათ შორის ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო საქმიანობას. საინტერესო აქ ის არის, რომ თუკი აქამდე ჩვენ ვადევნებდით თვალს მოქმედი და ყოფილი ნაციონალების ბრძოლას, ახლა ველზე შევიდა ლელო და გრიგოლ გეგელია, რომელმაც ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ოპოზიციის ბოიკოტით და მხარს არ უჭერს მათ შორის იმას, რომ არჩევნებში არ მონაწილეობდეს ოპოზიცია. სწორედ ამას მოყვა და ამის შემდგომ დაიწყო დაპირისპირება. ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გეგელია ან იტყუება, ან სრულიად სხვა ამერიკელებს შეხვდა და ამ განცხადებას აკეთებს იმის გამო, რომ ახლა ერთგვარად ნანობს და სურვილი აქვს პარლამენტში დაბრუნების. პასუხიც ბუნებრივია მეორე მხრიდან არ დაყონდა. გრიგოლ გეგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გვარამიას ან თარგმანთან აქვს პრობლემა, ან კეთილსინდისიერებასთან. ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს იმასაც, რომ რეალობა გვარამიასთვის სასურველს არ ასახავს. მე აქ ვიტყვი ზუსტად რა პრეფერენცია, რა სურვილი გააჩნია სახელმწიფო დეპარტამენტს. ეს იყო ყველაზე მკაფიოდ განმარტებული ნაწილი, შემიძლია პირდაპირ გითხრათ და გითხრეს ის, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით. სრულიად პირდაპირ ითქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ბოიკოტების მხარეს, არ არის არჩევნების გამოტოვების მხარეს, არ არის ბრძოლის ამა თუ იმ ფორმაზე უარის თქვის მხარეს, არამედ არის იმის მხარეს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესში. ან გრიგოლ გეგელია სხვა ამერიკელებს შეხვდა, ან გრიგოლ გეგელია იტყუება. მსგავსი არაფერი ამერიკელებს არ უთქვამთ და არ შეიძლება ეთქვათ. ისინი ჩვენი მენტორები არ არიან, როგორც შარლ მიშელი არ იყო არავის მენტორი. იმად გარდა, ვისაც ერთი სული ჰქონდა, პლედი ამოეკეცა ფეხებ ქვეშ საპარლამენტო სავარძელში და შარლ მიშელს იშველიებდნენ ამის მიზეზად. რატომ შეიძლება გრიგოლი იტყუებოდეს? იმიტომ რომ პარლამენტში დაბრუნების სურვილი ან და მისი პარტიის ლიდერების პოლიტიკური დევნის დასრულების ფუჭი იმედი შეიძლება ჰქონდეს. ნიკა გვარამიას ან ინგლისურთან აქვს პრობლემა, ან კეთილსინდისიერებასთან. ინგლისური თუ არ გესმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ქართულადაც მკაფიოდ დაწერა საჯაროდ, რა გონია ამერიკას სწორი. მესმის, რომ გაწმილებულები ხართ, რადგან სასურველი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს იოტისოდენადაც არ მადარდებს. მესმის, რთულია, როცა არც უნგრეთის მაგალითი, არც ამერიკის პოზიცია და არც კოალიციაში არსებული სიტუაცია არ მუშაობს შენს სასარგებლოდ, მაგრამ მე არ ვაპირებ ჩავერთო ბოღმის მთხევის მარათონში, რაც ზოგიერთ ალიანს ხობა დაქვს ქცეული და როგორც ჩანს, ახლა ამის გარეთ გამოტანაც მოინდომეს. ვიდრე ოპოზიცია გაერკვევა, ვინ რა დონეზე ფლობს ინგლისურს და ვინ როგორ თარგმნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების სიტყვები, სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მათ პოზიტიური მოლოდინი აქვთ იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც გაიმართა საქართველოში ამერიკული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სახელისუფლებო გუნდთან, საქართველოს მთავრობასთან. შესაბამისად, ხელისუფლებაში ამბობენ, ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მოლოდინი არის მათთვის პოზიტიური და ამბობენ იმასაც, რომ სამართლიანობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული ის ურთიერთობა, რომელიც ამერიკას საქართველოს შორის იქნება უკვე შემდგომში და ამიერიდან. აქვე ოპოზიციის დაპირისპირებასთან დაკავშირებით ამბობენ იმასაც, რომ ოპოზიციას ახლა მონანიება უჭირს იმ შეცდომების, რომელიც მათ დაუშვეს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და არც აქვთ მოლოდინი, რომ ეს პრობლემები გადაიჭრება მათი მხრიდან, ვინაიდან ოპოზიციამ საკუთარი თავი თავად თავისი მოქმედებები
განცხადებები დაიზიანა, როგორც ამას მმართველ გუნდში ამბობენ. სანამ ოპოზიცია ერთმანეთში გაარკვევენ, ვინ რა დონეზე ფლობს ინგლისურს და გაერკვევიან კარგად, ვინ როგორ გაიგებს ამ ტექსტს, მე შემიძლია გითხრათ ამაყად, რომ ის მოლოდინი, რაც ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისაგან, ძალიან პოზიტიური მოლოდინი, ხედავთ რომ გამართლდა და სამართლიან პრინციპებზე აეწყობა ეს ურთიერთობა, ჩვენი ურთიერთობა გადატვირთვის პოლიტიკას გულისხმობ და ნახეთ რომ მოუწოდეს ოპოზიციას რომ თუ მათ აქვთ გარკვეული ოპონირების სურვილი და თავიანთი ამ პოლიტიკურ ველზე თავიანთი პოზიციების დაფიქსირების სურვილი, ბუნებრივია არსებობს პარლამენტი და არსებობს ჯანსაღი პოლიტიკური ველი, მაგრამ მათ ეს არ უნდათ, იმიტომ რომ პარლამენტში მათ არნაირი არგუმენტები არ გააჩნდათ ამისთვის, მსჯელობისთვის ბუნებრივია და თავარი მათი მიზანი იყო ქუჩაში რადიკალური პროცესების გაღრმავება, პოლარიზაცია და შემდეგ უკვე აი ამ დაპირისპირებულ საზოგადოებაში ამღრეულ წყალში თევზის დაჭერის გარკვეული სურვილი, მაგრამ ისაც მოისმინეს მათ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ბუნებრივია მათთვის ეს მისაღები არ არის. მათთვის ახლა სინანული და რაღაცა გარკვეული თავიანთი საქციელის უარყოფა უცხოხილია, იმიტომ რომ ესენი არიან ჩვეულებრივი რადიკალები. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია 25-28 მაისს იმყოფებოდა საქართველოში, მათ გამართეს შეხვედრები ყველა ჯგუფთან, იმ 4 ოპოზიციურ პარტიასთან, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და მკაფიოდ თქვეს ის, რომ მათი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არის აუცილებელი. თქვენ უსმენთ ანუკა ბუაბას. ამ წუთებში მედიისთვის კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. საბოლოო განცხადებიდანაც ნახეთ ჩვენ, თუ რა დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესების მიღმა ხელისუფლების შეცვლის მცდელობებისგან და დემოკრატიული ინსტიტუტების ბოიკოტირების მიმართ. აი ეს არის, სადაც აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც არა საკუთარი ამორჩეულს უსმენენ, არამედ უსმენენ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელობას. რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან 2020 წელს. ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყრევინა რადიკალურ ოპოზიციას მანდატები და დღეს იმკიან იმას, სადაც შევიდნენ იმის გამო, რომ მოусმინეს არა ქართულ ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას. სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის და ბრიუსელის დამსახურება არის, რომ დღეს ისინი არიან ქუჩის რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც სცადა მათ შორის ძალადობით ხელისუფლების დამხობა, მათი ლიდერები დღეს საშილს იხდიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისკენ და მათ შორის მათი ზოგიერთი მხარდაჭერი. ასე რომ არ ვიცი ეს ალბათ არ იქნება მათთვის გაკვეთილი, მაგრამ ბევრისთვის საქართველოში უნდა იყოს გაკვეთილი, როდესაც ემორჩილები გარე ძალას და როდესაც უყურებ გარედან რას გეუბნებიან და ამის მიხედვით აწყობ შენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ზუსტად ამ მდგომარეობაში, სადაც დღეს რადიკალური ოპოზიცია აღმოჩნდა. ლელოს განცხადებები ნახე დიდი სამით ახლა აღმოჩნდა, რომ ლელო და სხვები ერთმანეთში ამ საკითხზე კამათობენ და თავად მანდატები რო დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და მითითებით. და დღეს შეიცვალეს აზრი, იმიტომ რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, იცვლება იმის ყალიბდება და იცვლება იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან. ამას მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებთ ადამიანებს, ჯგუფებს, რომლებიც ჩვეულებრივად თავს სთავაზობენ სხვა ქვეყნებს, რომ იქნებიან მათი ემისრები საქართველოში და სთავაზობენ საქართველოს ლანგრად, რომ დაგვიჭირეთ მხარი, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და გავაკეთებთ იმას, რასაც დაგვაუწყოთ. თქვენ თქვით, რომ ეს არის გაკვეთილი და თქვენი გუნდი მიიჩნევს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გასაგებად, რომ ეს არის შეცდომა, რასაც არ ამბობს გვარამია. გვარამია ვერ კითხულობს ამ დოკუმენტში იმას, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტზე და ამ ინსტიტუციაზე უარი თქვა. ინგლისურის ცოდნის დონემდე დავიდა მათ შორის ოპოზიციაში ეს ყველაფერი. რეალურად რატომ ჯიუტდებიან? იციან რომ შეცდომა იყო და არ აღიარებენ, თუ მართლაც არ მიაჩნიათ ეს, რომ იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის თუ ბრიუსელის მხარდაჭერა ამ რადიკალიზმში. სამწუხაროდ ჩვენ ამას ვაკვირდებით ბოლო
პერიოდია, მას შემდეგ რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, რომ დღეს რადიკალიზმი მხარდამჭერელი არის ბრიუსელის მხრიდან, დღეს ანტიდემოკრატიული ძალები მხარდამჭერელია ბრიუსელის მხრიდან და დღეს ძალადობა მხარდაჭერილი არის ბრიუსელის მხრიდან. ასე რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ხალხმა თავისი სიბრძნით და გამძლეობით მივიდა სწორედ ამ წერტილზე, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყდეს საქართველოსთან ურთიერთობაში, როდის გითხეს ბოლოს რომ ჩვენი საერთო ღირებულება არის სუვერენიტეტის პატივისცემა, აღარც გვახსოვს, ხო, როგორც წესი ამ სიტყვას მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის წყვილში იყენებენ ხოლმე და ამ მხრივ სუვერენიტეტს და არა სუვერენიტეტს გარე შიდა საქმეებში ჩაურელობის მხრივ. ასე რომ ისაც დავიწყებული აქვს დღეს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში ის ღირებულება, რასაც ქვია სუვერენიტეტი, ამერიკულმა დელეგაციამ რამდენჯერმე ხაზგასმით ახსენა, მათ შორის ახსენა როგორც საერთო ფასეულობა ორ ქვეყანას შორის. ასე რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას აქვს სწორედ ეს პოზიცია და სამწუხაროა, რომ ბრიუსელი კვლავ არის რადიკალიზმის მხარდაჭერი და რჩება ერთადერთ მხარდაჭერად საქართველოში რადიკალიზმის. ამიტომ ჩვენც აქ მნიშვნელოვანია, რომ აქაც მივახციოთ ცვლილებას ბრიუსელის პოლიტიკაში. ერთ დავაზუსტებ, პოტენციალი არსებობს საქართველოს-ამერიკას შორის ურთიერთობებში, დეპარტამენტი ამბობს, გადადვირთვის პროცესი თქვენ ამბობთ, რომ დაწყებული არის, როგორი შეიძლება იყოს დინამიკაში გამოიხატოს, იმიტომ რომ თქვენ ხას უსვამთ, რომ უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა და ამის ნიადაგზე უნდა დაიწყოს და განახდეს სტრატეგიული პარტნიორობა. რას ელოდებით ახლა ამერიკისგან? ორ საკითხს გაუსვა ხაზი დელეგაციამ მის განცხადებაში, ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ საუბრობდით ამდენი ხანი და სწორედ ამ ვიზიტმაც, შეხვედრებმაც და შეჯერებამ, ასე ვთქვათ, ღირებულებით საკითხებზე, ამით დაადასტურდა დაადასტურეს ამ განცხადებისაც, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ. და მეორე საერთო ინტერესები იქნება ეს ეკონომიკური ინტერესები თუ სხვა სახის და ამ ინტერესების უბრალოდ ყოველთვის ერთმანეთის ინტერესების აღიარება, საერთო ინტერესების ძიება და ამ ინტერესებზე შეთანხმება. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, როდესაც ვამბობდით, რომ ვაცხადებდით ჩვენ მზაობას ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე და ეს განცხადება დელეგაციის სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომები, ჩვენი წარმოდგენა ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით ამ მხრივ რეალიზდა მათ შორის ამ განცხადებიდან გამომდინარე. პრემიერის ანგარიში უნდა იყოს საუბრობთ 26 ივნისს საგზაფხულო სესიის დახურვის დღეს დოკუმენტში ვცვლად არის სექტორულ მუშაობაზე, საქმიანობაზე აქცენტი გაკეთებული. გამოწვევებზე ნაკლები არის საუბარი და ოპონენტები საყვედურობენ, რომ უფრო მეტად იწონებს თავს მთავრობა პარლამენტში, ვიდრე იმაზე საუბრობს, რა პრობლემები აქვს ქვეყანას. როგორ იქნება პრემიერის ანგარიში და კითხვა-პასუხის რეჟიმიც იქნება წარმოდგენილი, ინტერესის საგანი რა იქნება ამ შემთხვევაში თქვენი უმრავლესობის. დიახ, ბოლო პლენარული სესიების კვირაში იქნება პრემიერის ანგარიში, სავარაუდოდ იქნება 26 ივნისს, თუმცა საბოლოო თარიღზე კიდევ შევთანხმდებით და 26 ივნისს იცით, რომ იხურება საგაზაფხულო სესია. რა თქმა უნდა, მე წინ არ გავუსწრებ პრემიერ-მინისტრს ანგარიშის მიუხედავად იმისა, რომ წერილობით წარმოდგენილია, თუმცა ზეპირ გამოსვლაში ეს ყველა აქცენტ შეეხება, რაც მნიშვნელოვანი არის მთავრობის საქმიანობის წარმოსაჩენა და ასევე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს განვითარების დღევანდელი მაჩვენებლების ყურადღების გასამახვილებლად. ამიტომ მე წინასწარ არ შევიდოდი ამ დისკუსიაში, გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში. პროცენტი უდიდესია ექსპორტიორთა გაზარდა ევროპის ეკონომიკის და განვითარების ბანკი რეგიონში არსებული სიტუაციის მიუხედავად აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე დაბალი იქნება. აი ეს პოზიტიური შედეგები ყველაზე მიუთითებს და რა პოლიტიკას. ეს მიუთითებს, რომ ბატონი ფიშერი ცდება, როდესაც საქართველოზე საუბრობს ხოლმე და ჩამოწერილი ვიყავართ ფაქტობრივად, ასე ვთქვათ და ჩვენ განვითარების მთავარ მაგალითად გვისახავს მოლდოვას და
უკრაინას, სადაც ერთშიც და მეორეშიც ხედავთ ეკონომიკურ სტაგნაციას და კორუფციულ გამოწვევებს, ინსტიტუციურ სისუსტეს და ზოგადად პრობლემას იმ მხრივ, რომ ჩანს კიდევაც, რომ გუშინდელი განცხადებაც იყო კიდევ ერთხელ ვიცე-პრემიერის მოლდოვის, რომ ისინი გეგმავენ და როგორც ჩანს უკვე გეგმავენ განიხილავენ რუმინეთთან მიერთებით ევროკავშირში გაწევრიანებას და არა როგორც სუვერენულ სახელმწიფო ისე გაწევრიანებას და ხედავთ უკრაინასთან მიმართებით ასევე მათ შორის გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომ სავარაუდოდ ტერიტორიული დათმობები იქნება ერთ-ერთი წინაპირობა მშვიდობის და შესაბამისად ევროკავშირში რაიმე წინსვლის. აქედან გამომდინარე, ამიტომაც გავუსვი ხაზი, რომ ჩვენ ყვავები დავჩხავიან ზოგიერთი უცხოელები და ელიან, როდის იქნება, რომ რაიმენაირად, ასე ვთქვათ, მაჩვენებლებზე მაჩვენებელი იყოს არა ისეთი, რომელიცაც გეგმავს მთავრობა და აქ ასე ვთქვათ, ნიშნის მოგებით გვესაუბრონ შემდეგ, რომ თითქოს არასწორი პოლიტიკა აქვს მთავრობას. ამის საპირისპიროდ, სამედნიეროდ ყოველ ჯერზე მარცხდებიან ყველა, ვინც ყვავით დაგჩხავის საქართველოს და ქართულ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას. ქვეყნის შიგნით იქნება ეს რადიკალური ოპოზიცია, თუ ქვეყნის გარედან ჩვენი ბრჭყალებში კეთილმსურველები. და ჩვენ აქედან გამომდინარე ეს ციფრებიც ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა, სწორი პოლიტიკა როგორც უსაფრთხოების ისე ეკონომიკის მიმართულებით, ვინაიდან ეკონომიკური განვითარებაც ვერ იქნებოდა, რომ არ ქონდეს ჩვენ უსაფრთხოების ის სტანდარტი შენარჩუნებული, რაც ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორეს აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ ყურს არ უგდებს იმ ცრუ მრჩევლებს, რომლებიც სწორედ ეს მაჩვენებლები აჩვენებს, რომ მათთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურ სტაგნაციაში, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და არა იმაზე თუ ბრიუსელს რა ინტერესები აქვს რეგიონში თუ საქართველოში და ამითი ქართული ხალხი მხოლოდ იგებს. წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ, იმიტომ რომ ბრიუსელს არ უსმენთ. ფიშერი ახსენეთ ბატონო, თქვენ გერმანიის ელჩის ინტერვიუს ნახავთ, ალბათ სადაც ისაუბრა, რომ საქართველოს ძალაუფლებაში მყოფ პირებს არ უნდათ ევროკავშირში გაზერიანება, უბრალოდ ამას საკუთარ ხალხს ვერ ეუბნებიან და მას ჰქონდა განცხადებები ეთნიკურ ნიადაგზეც, ალბათ იცნებთ ინტერვიუს, ამიტომ პირდაპირ კითხავთ, თქვენც მოგმართათ მან რა ახსნა გაქვთ იმ ყველაფრის, რასაც ის აკეთებს განცხადებებს. მე მგონი უკვე დიდი ხანია ნათელი იყო, რომ ბატონი პეტერი სწორედ აქ დაასრულებდა, სადაც დაასრულა, კერძოდ ქსენოფობიურ განცხადების ავტორად გამოჩნდა ქსენოფობიურ განცხადებებით, როდესაც ადამიანი ჯერ ფაშისტური სლოგანის წინ პოზირებს, შემდეგ ექსტრემისტებს აცხადებს ამ ქვეყნის მომავლად, შემდეგ მხარს უჭერს და აგულიანებს პროპაგანდისტებს, იქიდანვე უკვე ჩანდა, საით მიდიოდა ეს ყველაფერი, ასევე მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რომ მან პირადად უკვე ქსენოფობიური განცხადება გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, რაც ეს განცხადება აჩვენებს ბევრ რამეს და არ მინდა ბევრ წიაღსვლაში შევიდე თუ რა ღირებულებები ან ღირებულებების არ ქონა კარნახობს ადამიანს ამგვარი განცხადებების გაკეთებას, მაგრამ ერთ რამეს აჩვენებს კიდევ დამატებით, თუ რა ადვილად შეუძლიათ წაგვკიდონ ქართველები აქ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ერებს თუ ქვეყნებს, რა ადვილად და გულცივად შეუძლიათ აქ დაანთონ, ჩამოაგდონ შუღლი ეთნიკურ ნიადაგზე მათ შორის და დაანთონ ცეცხლი რეგიონში, რომელშიც ამგვარი ცეცხლი არაერთხელ დანთებულა და საბედნიეროდ დღეს ვაკვირდებით მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობიდან გამომდინარე, რომ სწორედ იმიტომ, რომ თითოეულმა ქვეყანამ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით დაიწყო პოლიტიკის გატარება, სწორედ ამიტომ შესაძლებელი გახდა მშვიდობა ამ რეგიონში, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. და ვხედავთ ჩვენ ეს წამოცდენა ფროიდისეული, რაც გამოუვიდა ბატონ პეტერს, აჩვენებს თუ რა უკანა აზრები აქვს ზოგიერთს რეგიონთან დაკავშირებით, როგორ გვიყურებენ საერთოდ
დღეს ახსენა სხვა ერები, მაგრამ სხვა წრეში და სხვა კონტექსტში. იქ ასევე დაკნინებით ქართველებს გვახსენებს ალბათ, რომ ეხა ქართველობა ხომ არ გინდათ ვიღაცას ეტყვის ალბათ. ასე რომ ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ თუ რა მარტივად და რა გულცივად შეუძლიათ ჩამოაგდონ შუღლი ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რომ ჩვენ ინტერესებს ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ. თქვენ უსმენთ პარლამენტის თავმჯდომარეს შალო პაპუაშვილს, რომელიც პარლამენტში ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. ახლა კი განვაგრძობთ გამოშვებას. სავიზო თაღლითობისა და ყალბი ისტორიების შექმნისთვის დაკავებულებს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. საქმე ეხება შეერთებულ შტატებში თავშესაფრის უკანონოდ მიღების სქემას. წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს. ნაწილის პოზიცია კი დღეს გახდება ცნობილი. ორი ქვეყნის საგამოძიებო უწყების ერთობლივი მუშაობის შედეგად დაკავებულია სულ 3 პირი, დევნა კი 6-ის მიმართ დაიწყო. ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რაც შეეხება უკვე გაცემულ საეჭვო ვიზებს, ისინი ამერიკის საელჩომ გააუქმა. რეზონანსული საქმის ოპერატიულად გახსნას მიესალმა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო. გავრცელებულ განცხადებაში უწყება პროკურატურასა და გამოძიებაში ჩართულ ქართველ სამართალდამცველებს მადლობას უხდის. მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას საქართველოს მოქალაქეების მოტყუების ბრალდებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონო შესვლასა და საბუთების გაყალბებას უკავშირდება. ეს არის შტატებსა და საქართველოს შორის სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე თვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურას, გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს. EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაუმჯობესა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, ბანკი პროგნოზირებს ეკონომიკური ზრდის 0.5%-ით მატებას. ანგარიშში მიმოხილულია ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები და დადებითი ტენდენციები. EBRD-ის პროგნოზის მიხედვით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2026 წელს 6%-ით, ხოლო 2027 წელს 5%-ით გაიზრდება. უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ კი შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს. საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა, რასაც ძირითადად მომსახურების სექტორი განაპირობებდა, ხოლო ტურიზმი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად რჩებოდა. მოთხოვნის მხრიდან კერძო მოხმარებას ხელს უწყობდა რეალური ხელფასების მყარი ზრდა და საკრედიტო აქტივობის ძლიერი გაფართოება. ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა და 2026 წლის პირველ კვარტალში წლიურად 9.1%-ს მიაღწია. საგარეო ვალისა და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა 2025 წელს 34.4%-მდე შემცირდა, რაც ძლიერი ნომინალური ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური გაცვლითი კურსის შედეგი იყო. საქართველოს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში თავის როლს აძლიერებს. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა 322 მილიონი დოლარის დაფინანსება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანის საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის. ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პროექტის მიზანია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული და სავაჭრო გზის საქართველოს მონაკვეთის ეფექტიანობის და მედეგობის ამაღლება. ეს პროექტი ფინანსებს ქვეყანაში სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრის ზრდას, ძირითადი საგზაო მონაკვეთების მოდერნიზაციას და ასევე სარკინიგზო და საგზაო უწყების მიზნობრივ რეფორმებს, რითაც დერეფანში არსებულ ინფრასტრუქტურულ შეფერხებებს შეამსუბუქებს. ამ წუთებში თბილისის მთავრობის სხდომა იწყება, განცხადებას აკეთებს კახაკელაძე, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. პირველი დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის გაჟღერებით, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა როგორც ქალაქის მერი კიდევ ერთხელ ვალდებული ვარ ინფორმაცია განვაახლოთ, უთხრათ თბილისელებს რა ხდება აღნიშნული პროგრამის მიმართულებით. საქმე ეხება მუნიციპალური საცხოვრისით უზრუნველყოფას იმ ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის, ვისაც უსახკაროს სტატუსი გააჩნია. პროგრამა რამდენად მნიშვნელოვანია, მე მგონი ყველამ თანხმდებით. ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო ჯერ კიდევ 2021 წელს, რომ ეტაპობრივად ყველა ოჯახს დავეხმარებოდით, ვისაც აღნიშნული სტატუსი ჰქონდა და უზრუნველყოფილი იქნებოდნენ მუნიციპალური საცხოვრისით.
ზოგადად ოჯახს უსახკაროს სტატუსის შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება მერიის კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყებათა წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული ოჯახის თითოეული წევრის შესახებ 12-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის საფინანსო დაწესებულებებში მოძიებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს და მიღებული ინფორმაციით იღებს გადაწყვეტილებას უსახკაროს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით გეტყვით თუ რა ხდება. თბილისში უსახკაროს სტატუსი მინიჭებული აქვს 1150-მდე ოჯახს, მათგან 450 ოჯახი არის დაკმაყოფილებული. ის საარჩევნო დაპირება რაც იყო რომ 400 ოჯახი რომელიც პირველ ეტაპზე გამოვლენილი იყო აღნიშნული სტატუსით, ჩვენი დაპირება იყო რომ ყველა საცხოვრისით, მუნიციპალური საცხოვრისით იქნებოდა უზრუნველყოფილი, ეს დაპირება შესრულებულია. დღეს მდგომარეობით, როგორც გითხარით, 450-მდე ოჯახი არის დაკმაყოფილებული და რა თქმა უნდა აღნიშნული პროგრამა გრძელდება. უსახკარო სტატუსის მქონე ოჯახებს, რომელთაც რიგის მიხედვით უწევთ სოციალური საცხოვრისის გადაცემა, შესაბამისი პროცედურების შესრულების მიზნით მერიის წარმომადგენლები უკავშირდებიან მათ, რის შემდეგაც მათთან ფორმდება ხელშეკრულება და ხდება ფართების გადაცემა. უსახკარო სტატუსის მისაღებად თბილისში რეგისტრირებულ ოჯახს განაცხადის შევსება შეუძლია როგორც დედაქალაქის მუნიციპალიტეტში, მერიაში, ისე გამგეობებში. ასე რომ ვისაც აქვს, ვინც დგას აღნიშნული პრობლემის წინაშე, უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტს ან რა თქმა უნდა განცხადების დაწერა შეგიძლიათ გამგეობაში და მოხდება დეტალური შესწავლა. მინდა ასევე შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, მოგაწოდოთ ინფორმაცია თბილისის მერიის სოციალურ პროექტ საზაფხულო ბაღებში ახსაძეთა რეგისტრაციის შესახებ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა არის. მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება. 1 ივლისიდან კი მთელი თვის მანძილზე იმუშავებს საზაფხულო ბაღები. წელს თბილისში 54 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც 19500-მდე ახსაზრდელი ჩაირიცხება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე. რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს 10 საათიდან და გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით. პროექტით სარგებლობა შეიძლება თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის ახსაზრდელებს და ასევე ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ მათ შორის მათაც ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან. უკვე წლებია ჩვენ ამ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ. საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისიდან ქალაქში გასვლას ვერ ახერხებს და ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ხდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რომ გვერდით დაუდგეთ ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს. ამასთან ერთად პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომლებებისთვისაც, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. საზაფხულო ბაღებში წელს 3900 თანამშრომელი იმუშავებს. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები, რომ მოხდეს ხელშეწყობა, თანადგომა კონკრეტულად იმ ადამიანების, იმ ოჯახების მიმართ, ვისაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება მუნიციპალიტეტის და ზოგადად მთავრობის გვერდით დგომა. მინდა ასევე ერთ ძალიან კარგ პროგრამასთან დაკავშირებით ახალგაზრდებს მივაწოდო ინფორმაცია. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით თბილისის მერია ყოველწლიურად ატარებს მასშტაბურ საზაფხულო ღონისძიებებს ახალგაზრდებისთვის. წელსაც ტრადიციულად განხორციელდება ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები, რაც ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და გასართობ აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს პროგრამებს, რომელიც ჩვენ აღნიშნული მიმართულებით გონდა,
დაგვემატება მთელი რიგი სიახლეები, ისეთები როგორიც არის მაგალითად ხელოვნური ინტელექტის შემსავლელი ბანაკი, ინგლისური ენის შემსავლელი, რამდენიმე ბანაკი, ინტელექტუალური საკუთრების, ხის მხატვრული დამუშავების, კინოსა და თეატრალური მიმართულების შემსავლელი ბანაკი, რობოტიკის ბანაკი, მომავალი მეწარმეების, დებატების ხელოვნების, ეთნოსპორტული ლიდერობისა და ზოგადი უნარების განვითარების ბანაკი და ასე შემდეგ. პროგრამის ფარგლებში ტრადიციულად ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი გადასახადების გარეშე აღნიშნულ პროგრამებს უფასოდ ისარგებლებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულია პადელი, ბოულინგი, საცურაო აუზი, მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა იქნება ასევე საჯომარდო და სალაშქრო ტურებშიც. აღნიშნული საზაფხულო პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულად უფასო, როგორც გითხარით. პროგრამის ფარგლებში მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამები დაიწყება ივნისის თვეში და გაგრძელდება სექტემბრამდე. პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყება დღეს 3 ივნისს და შეგიძლიათ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე მიიღოთ დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მინდა ასევე თქვენ უსმენთ თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელიც დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განცხადება აკეთებდა. ახლა კი განვაგრძობთ გამოშვებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პირველ მოადგილესთან ერთად შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხს. ყურადღება ასევე გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ უკანონო ეგრეთ წოდებულ ბორდერიზაციის პროცესსა და მის თანმდევ შედეგებზე. დაკავებულია უკრაინის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის შხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79 სესიაზე საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. საბჭო წარმოადგენს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრელ უმაღლეს მმართველ რგოლს. მასში გაწევრიანება ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უშუალო მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, საერთაშორისო ჯანდაცვის დღის წესრიგის ფორმირებასა და გლობალური გამოწვევების მართვაში. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კოპენჰაგენში ევროპის რეგიონული კომიტეტის 75 სესიაზე გამართული ფარული კენჭისყრა. ეს არის გარკვეულწილად მნიშვნელოვანი კაპიტალი ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, როცა ესეთი მაღალი დონის შეხვედრებში და მაღალი დონის გადაწყვეტილების პროცესებში ღებულობს მონაწილეობს. ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტების გატანა საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ნიშნავს თავისთავად იმასაც, რომ შეაძლებელია ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება, ახალი ურთიერთობების შექმნა და დამატებითი, თქვათ, ფონდების მოძიება, იმასაც, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იუსტიციის სახლი ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების გამარჯვებულია. პროექტის მობილური იუსტიციის სახლი ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების ფარგლებში კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი მიენიჭა. აღიარება ევროპის მასშტაბით ინოვაციური ეფექტი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების გამოვლენისა და დაჯილდოების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პლატფორმაზე გამოქვეყნდა. EPSA ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტის ინიციატივა და იგი ევროპული საჯარო სექტორის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად მიიჩნევა.
მობილური იუსტიციის სახლის პროექტის მიერ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე საუკეთესო პრაქტიკის ჯილდოს მიღება კიდევ ერთი დასტურია იუსტიციის სახლის, იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკისა. დღეს მობილური იუსტიციის სახლები ოპერირებს საქართველოს 10-ვე რეგიონში და რეგულარულად აწვდის მაღალმთიან სოფლებსა და ადმინისტრაციული ცენტრისგან დაშორებულ დასახლებებს იმ 500-ვე სერვისს, რომელიც ხელმისაწვდომი არის იუსტიციის სახლებში. ეს არის იუსტიციის სახლის მორიგი აღიარება ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე მობილურმა იუსტიციის სახლმა გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვა. ბუნებრივია აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოქალაქე და მისი ინტერესების დაცვა. იუსტიციის სახლი უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს ისეთ ინოვაციურ პროექტებს, სადაც აქტიურად იქნება გამოყენებული როგორც ტექნოლოგიები, ასევე ხელოვნური ინტელექტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მინსკში საერთაშორისო გამოფენის ბელაგრო 2026-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში დავით სონღულაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრს და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს უმასპინძლა. ბელარუსი ერთ-ერთი საინტერესო ბაზარი არის ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის. დღეს ქართული პროდუქცია პირველად იმყოფება ბელაგროს გამოფენაზე, რომელიც ყველაზე დიდი გამოფენა არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, საკმაოდ დიდი აქტიურობით სარგებლობს და ინტერესით ქართული პროდუქციის სტენდი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინტერესს ქართული პროდუქციის მიმართ. თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ექსპორტის გაზრდას ქვეყნიდან, კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და შესაბამისად არის კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ძალიან დიდი ინტერესი ქართული პროდუქციის მიმართ, რაც თავისთავად ცხადია, პირდაპირ გადაითარგმნება ხელშეკრულებებში. ქართული ხარისხთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთპატივისცემასა და ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარება, შესაბამისად მსგავსი ტიპის ვიზიტები და ესეთი მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობა ყველაფერი ამას ხელს უწყობს. ამასთან ერთად ბელორუსული ბაზარი ქართული მხარისთვის ძალიან საინტერესოა ექსპორტის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა. მულტისპორტული შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში 14-დან 17 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის იმართება და მასში ნაკრები გუნდები საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობენ. ფესტივალის საზეიმო გახსნაზე შედგა ტრადიციული ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით ტარდება. ლაშა დვალიშვილი აშუქებს ოლიმპიურ ფესტივალს ბათუმში. ლაშა, გისმენთ. დიახ, გუშინ ბათუმის სტადიონზე გამართული ძალიან შთამბეჭდავი და სანახაობრივი ცერემონიით ოფიციალურად გაიხსნა პირველი უპრეცედენტო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. დღეს ძალიან გადატვირთული დღე აქვს სპორტსმენებს გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურ რეჟიმში სპორტის 11 სახეობაში მიმდინარეობს ასპარეზობები, თუმცა აუცილებლად მინდა გუშინდელი დღე გავიხსენო გახსნის ცერემონია, რომელიც იდეურად შემოქმედებითი კუთხით ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და შესაბამისად ყველა აბსოლუტურად დაწყებული რა თქმა უნდა სპორტსმენებიდან რომლებმაც გაახსნეს აღლუმით ასე ვთქვათ გახსნის ცერემონია აბსოლუტურად ყველა დამსწრე საზოგადოება სხვათა შორის უამრავი გულშემატკივარი დაესწრო ამ ღონისძიებას ყველა კმაყოფილი იყო და უკვე შემდგომ რასაკვირველია თითოეული ადამიანი ვინც აქ იმყოფება როგორც სპორტსმენი ასევე მსმენელი ორგანიზატორი ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა და აბსოლუტურად ყველა აცნობიერებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვან ინიციატივას და ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი ღონისძიებას რომელშიც 1200 სპორტსმენი მონაწილეობს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ემოციური დღე არის დღეს ბათუმში. პირველად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნა გაიმართა საქართველოში, აჭარაში, ბათუმში. მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ დღეს აჭარა სრულად მზად არის, რათა ჩაატაროს ნებისმიერი დონის სპორტული შეჯიბრებები. თქვენ ხედავთ, რომ დღეს ჩვენ გახსნა გქონდა ბათუმის არაჩვეულებრივ სტადიონზე. ნამდვილად ჩვენი რეგიონისთვის სავიზიტო ბარათი არის და ზუსტად 1200 ბავშვი სხვადასხვა რეგიონიდან დღეს ჩვენ ვიხილეთ ჩვენი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა სპორტსმენები. მათ შორის 118 ბავშვი აჭარიდან, 17 სახეობა სპორტის. რამოდენიმე დღის განმავლობაში მათ ექნებათ შესაძლებლობა იასპარეზონ და ძალიან დიდი შედეგები დადონ ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი სტიმული ახალგაზრდების. ემოციური და ლამაზი გახსნა იყო პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისა და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს ოლიმპიურ კომიტეტს ასეთი საინტერესო გახსნისთვის. ხვალე პირველი საშეჯიბრო დღეა ჩვენი სპორტსმენებისთვის და მინდა წარმატება უსურვო თითოეულ სპორტსმენს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. თითოეული გამარჯვებული ისტორიაში შევა როგორც პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე. და დარწმუნებული ვარ და ჩემს სიტყვაში ვთქვი, რომ აქ ბევრი სპორტსმენი მომავალში საქართველოს წარადგენს დიდ საერთაშორისო ტურნირებზე და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი გახდება ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები. მინდა ამ თითოეულ სპორტსმენს წარმატება უსურვო როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე დიდ საერთაშორისო ტურნირებში. მოკლედ გახსნის ცერემონია მართლა შთამბეჭდავი იყო, ძალიან სანახაობრივი გამოდგა დაახლოებით 1500 მონაწილე ყავდა ამ გახსნის ცერემონიას და ყველაფერი აბსოლუტურად იყო უმაღლეს დონეზე განხორციელებული. იყო ფიცის დადება, რასაკვირველია ოლიმპიური დროშის აღმართვა და თავისთავად ცხადია საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რომელიც ცოცხლად შეასრულა სოფო ხალვაშმა. განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანი დღე გამოდგა გუშინ იმ სპორტსმენისთვის, რომელსაც მოუწია ფიცის დადება. გახსნის ცერემონიაზე წავიკითხე ფიცი. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა მსგავს შეჯიბრებებს, მსგავს ტურნირზე წამეკითხა ოლიმპიური ფიცი მთელი საქართველოს სპორტსმენთა სახელით. ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ უდიდესი შთამბეჭდავი გახსნის ცერემონია ჰქონდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც ნახა ადგილზე, სტადიონზე და ვინც უყურა ტელევიზიით, ყველა დამეთანხმება, რომ ეს იყო ქართული სულის, ქართული გენის, ქართული სპორტის, ქართული ინტელექტის, ქართული ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ჩვენ ერთად ყველამ ჩავიდინეთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტო ოლიმპიური კომიტეტის დამსახურება, ეს არის მთელი იმ ჯგუფის, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა და ეს იყო ძალიან ბევრი სხვადასხვა სამხატვრო, სპორტული, სხვადასხვა მიმართულების ჯგუფები, რომლებიც ხებულობდნენ მონაწილეობას აი ამ გახსნის ცერემონიაში და მინდა გითხრათ და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტმა ფესტივალისა ძალიან მოკლე დროში ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. დღეიდან უკვე დაიწყო სპორტული შეჯიბრებები, როგორც უკვე გითხარით, პარალელურად 11 სახეობაში წარიმართება დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა დარბაზში ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეები ჩაერთვებიან შეჯიბრებაში და შეესწრებიან საუკეთესო წოდების მოპოვებას, თუმცა დილიდან ისტორიული მედლების კომპლექტი უკვე გათამაშდა და ეს იყო ცურვაში, სადაც სპორტსმენებმა უკვე მოიპოვეს ოქროს მედლები, თუმცა აი ამ ყველაფრის შესახებ დღეს რასაკვირველია 6 საათიანი კურიერის დასრულების განავე უფრო დეტალურად და ვრცლად ვისაუბრებთ. ლაშა დვალიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა ლაშა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად საქართველო-რუმინეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრო. ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე შედგა და ანგარიშით 1-1 დასრულდა. აღნიშნული მატჩი ბოლო იყო საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიასთვის. ამხანაგური შეხვედრის დაწყებამდე ის გულშემატკივარს დაემშვიდობა. ბოლო 5 წელი ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია გახდათ, სწორედ მისი კაპიტნობის პერიოდში გავიდა ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. კაშიას ხვიჩა კვარაცხელია ჩაანაცვლებს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს და თბილისის მერის მხარდაჭერით ოპერის თეატრმა პოლონეთის ფილარმონიის ორკესტრს უმასპინძლა. ორდღიან მუსიკალურ საღამოებს დირიჟორობდა მაესტრო გოგი ჭიჭინაძე. ფესტივალის მთავარი მიზანი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების პროფესიული დაახლოება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. ჩვენთან სტუმრად არის ჩამოსული ფრიდერიკ შოპენის სახელობის პოლონეთის ბალტიის ფილარმონიული ორკესტრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გახლავთ გოგი ჭიჭინაძე და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით სიამაყის საგანია, რადგან ეს ადამიანი ხელმძღვანელობს უბრწყინვალეს ორკესტრს 2 დღის განმავლობაში, რაც საოცარი კონცერტები ჩაატარეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. თუ კი აი ასეთი ემოციები აქვთ ადამიანებს და თუ კი აი მათ სულს ეს აი ასე მალამოსავით თუ ედება, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ფესტივალები, სასწაული ფესტივალი, რაც უფრო მეტი ჩატარდება, მით უკეთესი და მე არ ვიცი ამ ფესტივალს უზარმაზარი მადლობა, იმიტომ რომ ეს ჩემთვის რაღაც არა მარტო ჩემთვის, მთელი ჩემი ორკესტრისთვის, ეს მთელი ეს პოლონელი ხალხი, ეს ბრწყინვალე ხალხი არიან გაოგნებულები. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი მეტი ინფორმაციას უზეწვეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr-დან და ასკანირეთ QR კოდი და შემოგვერთით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.